მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 172 ნომრიდან. ABC სამკუთხედში გავლებულია AM და BP მედიანები. ავიღოთ სამკუთხედი, დავხატოთ ABC სამკუთხედი და აწერო აქ იქნება და გავავლოთ მისგან მედიანა, B-წერო აქ იქნება, გავავლოთ მისგანაც მედიანა. A, B, C. მედიანები რომ არის დავაფიქსირეთ. ცნობილია რომ კუთხე APB ეს არ დამიწერია, ეს არის AM წერო, ეს არის P წერო. კუთხე AEB ეს კუთხე და კუთხე BMA. აჰა, აი ეს კუთხე ერთმანეთის ტოლია. კი ბატონო. მერე კოსინუს კუთხე ACBC გაიყოს ასე, ACBC არის 0.8 ტოლი. BP არის, ანუ BP-ს მთლიანად 1 ტოლი და უნდა ვიპოვოთ მთელი სამკუთხედის ფართობი, ხო? არის. ახლა შესაძლოა გამოთქვათ აქ ჩვენ გარკვეული ვარაუდები, ნუ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ მთელი სამკუთხედის ფართობი. აი, ახლა შეიძლება რა ეჭვი გაგვიჩნდეს, ეს კუთხე გვაქვს ხო მოცემული. მოდი ალფას დავაწერა ამას რა და თვალსაჩინო იქნება უფრო, აგერ ალფა კუთხის კოსინუსი რო არის მოცემული. აი, აქედან ოცებ სინუს დაახურდავებდი მაგალითად, სინუს ალფას იპოვიდი 4 0.8 ხო იგივე 4/5 და სინუს ალფა იქნებოდა 1 მინუს კოსინუს კვადრატ ალფა, ანუ 1 მინუს 4/5 კვადრატი და ეგ იქნება 6.25 გამოაგდება 9.25-ია, 9.25-ია მოიფესება და 3/5-ია. ხო, იმას შეგახსენებთ, რომ წესით აქ პლუს მინუსი უნდა, მაგრამ რადგანაც სამკუთხედის კუთხეებისთვის სინუს ყოველთვის დადებითია 0-დან 180-მდე, ნუ ცხადია პლუს მინუს აღარ წერ. ნუ ამის სინუსი ვიცით, თუ ჩვენ როგორღაც დავშვიდით ახლა BC და AC კვერცხს, შესაბამისად ფართობი გვეცოდინებოდა. ან შეიძლება შეფარდებებით დაითვალოს. აი მაგალითად ახლა შეიძლება ეს შევაერთოთ და ცხადია ეს შუა ხაზია და პირობითად შეიძლება ეგ ფართობი დავთვალოთ და გავარკვიოთ როგორღაც და მაშინ გვეცოდინებოდა რომ შუა ხაზი ხო ვიცი ჩვენ ჩამოკვეთს მეოთხეც მთელი ფიგურის ფართობიდან და ნუ მაშინ მთელი ფიგურის ფართობიც გვეცოდინებოდა. ნუ ბევრი რაღაც შეიძლება უცებ მოგაფიქრდეს, მაგრამ კონკრეტულად არ იცი ახლა რა გამოგადგება. ამიტომ საერთოდ მე მაგალითად რისი დათვლა შემიძლია ჯერ იმას დავთვლი. რა მჭირდება კი არა. და ვერ ხვდები ახლა ზუსტად რა მჭირდება. რისი დათვლა შემიძლია. და ყოველთვის აი ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე პირველი რასაც ვეძებ ეგ არის მსგავსება. და აქ მეძლევა მაგის საშუალება ნახეთ, ეს ხო ვერტიკალური კუთხეებია. ეს კუთხე ტოლი იყო თითო ხაზიანი, ხო პირობიდან გამომდინარე. მაშინ ხო ცხადია რომ მოდი ამასაც დავწერ მაშინ ეს სამხაზიანი კუთხეები გახდებოდა, ანუ მოდი ამას დავაწეროთ. AO, P და BOM სამკუთხედები ტოლი მსგავსი არ იქნებოდა. მოდი მსგავსება უფრო სწორად ჩავწეროთ ახლა სამკუთხედი. ანუ სამხაზიანი, მე ორხაზიანი, მე ერთხაზიანი P მსგავსი იქნებოდა, რა თქმა უნდა, სამკუთხედი, სამხაზიანი, ორხაზიანი, ერთხაზიანი BOM-ის, BOM-ის. ასეთი ამბავია. და შესაბამისი გვერდებით, აი რომ შეფარდებები დავწეროთ ახლა, ტოლი იქნებოდა. პრინციპში შეგვიძლია ახლა აქ დავწეროთ შესაბამისი გვერდები, აი ერთხაზია ის მოპირდაპირე, AO ისე შეფარდება, აქაც ერთხაზია ის მოპირდაპირე ობეს, მაგრამ ახლა აქ ერთი დეტალია. ჯერ ერთი BP ვიცით,
ანუ თლად უცნობი არაა და მეორე აი ლათინური დიდი ასოებით ამ მონაკვეთების ჩაწერას ყველაფერი მიჩემია ხოლმე. ამიტომ მინდა შემოვიტანო აქ პატარა ასოებით აღვნიშნო ახლა. მაგრამ არ დაგვამსწრეს რომ ეხო მედიანაა და მედიანას როგორც ყურს მოკრავ ხო და გახსოვდეს რომ ეს ორი ერთად შეფარდებით იყოფა. ახლა მეც კი მოსვლია მე რა ახლა უშეშტო ვინაიში თოდეს თქვენ თუ ადევნებთ გაკვეთილებს თვალს ყოველთ ხშირად უშვებთ მექანიკურ შეცდომას მაგრამ ასე ვთქვათ გამოცდის პიროვნებასაც კი ხშირად მithmetes თუ ცოტა დაღლილი ხართ და ბევრი აკეთეთ ძალიან ელემენტარული თუ შუან ფაქტიც კი გამოგჩებათ რა ანუ პირობა ყურადღებით წაიკითხეთ ყველა გზავნილს დააკვირდით და თუ გახურებული ხართ მათთან დაკავშირებული თვისებები ასოციაციურად გაგახსენდებათ. ახლა აი მედიანის კვეთის წერტილი რასაც ჩადის ეს არ უნდა გადავწყვეტ, ხო? ორი ერთად შეფარდებით ყოფს მედიანას წეროს მხრიდან და რა გამოვიდოდა? მაშინ რადგანაც BP3 ამφლიანად და ორი ერთად შეფარდებით იყოფა, ეს იქნებოდა მესამედი იქნებოდა ქვედა ნაწილი, ნუ 1/13 იგივე 1/13-ია. ეგ არა ნაწილი სიგრძეა უკვე და ზემოთ იქნებოდა 2/13. და აქ მაგალითად დავაწერდით ამას პირობითად რაღაცა x და ეს იქნებოდა მაშინ 2x. ახლა მოდი დავწეროთ ეს მსგავსებით განპირობებული შეფარდება. რა იქნებოდა? მოდი ქვედა სამკუთხედიდან ერთხაზიანის მოპირდაპირე 2x ისე შეფარდება ზედა სამკუთხედში ერთხაზიანის მოპირდაპირე 2/3-ს, როგორც ქვედა სამკუთხედში სამხაზიანის, ნუ ორხაზიანის მოპირდაპირე AP-ზე და ზემოთაც B-ზე არაფერი ვიცით, ამიტომ პირდაპირ სამხაზიანის მოპირდაპირე 1/3 შეეფარდება ზედა სამკუთხედში სამხაზიანის მოპირდაპირე x. ნახეთ? ნუ ჯვარედინად გადავამრავლებთ ახლა აქ 2x-ზე გამრავლდება 2x კვადრატია, ნუ 1/3-ს გავამრავლებ 2/3-ზე, აქ ეს შევკვეცოთ x კვადრატი არის 1/9 და აქედან x-ი გამოდის 1/3. და x-ი თუ 1/3-ია 2x-ი ხო გამოვა 2/3. მაშინ აქედან ხო გამოდის რომ m-ი ყოფილა ერთის ტოლი. ახლა წარმოიდგინეთ უბრალოდ თქვენ გაქვთ სამკუთხედი ასე რომლის ორი წვეროდა გავლებული ოდიში ამასაც გავავლოთ ასე და ეს ასე და მედიანები ხო ერთმანეთის ტოლია რა და ეს თუ ერთმანეთის ტოლია ანუ ეგ 2/3 იყო ეგ 2/3 ეს 1/3 ეს 1/3 ახლა ეს ქვედა სამკუთხედი ხო უკვე ტოლფერდა გამოვიდა კი ბატონო ხო ნუ რა რიცხვებიც არ უნდა ყოფილიყო თუ ტოლი იყო 2/3 და 2/3 ნაწილი ტოლი გვერდების ტოლი იქნებოდა ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი ახლა ნახეთ განიხილეთ აი ეს სამკუთხედი ხო გამოვა ტოლი, იმიტომ რომ მედიანა, ფუძე და მათ შორის მდებარე კუთხე დააკვირდით, არ არის ტოლი. აი ამ სამკუთხედის აქაც მედიანა, ფუძე საერთო აქვს და ეს კუთხეც ტოლია. ანუ გამოდის, რომ ეს სამკუთხედი ტოლფერდაა, იმიტომ რომ აი იგივე რაც ქონდა დაშლიხული, მეორე კუთხე ეს არ არის და ეგ არ იქნებოდა ტოლი აი ამ კუთხის უკვე ამ სამკუთხედიდან ეგ ტოლი იქნება. ამიტომ მარტივი საჩვენებელია თუ მედიანები ტოლი აქვს სამკუთხედს, ცხადია ტოლფერდაა და საიდანაცაა რომელი გვერდის ბოლოებიდანაც გავლებული აქვს სამკუთხედი, ცხადია ის ფუძე გამოდის. ნუ იგივე სამკუთხედების ტოლობიდან ეს ერთხაზიანი ეს და ორხაზიანი უკვე ტოლია და ანუ შეგიძლიათ ესეც ორხაზიანად გადააკეთოთ რა. ასე და ასე. კარგი. ახლა ანუ სამკუთხედი გამოგვივიდა ტოლფერდა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, ნუ ახლა აქ რაც თავში მომდის, ეგ რამდენად მარტივია, ეგ სხვა თემაა, მაგრამ
გამოდის, რომ აი ამ სამკუთხედში ამას თუ აღნიშნავთ ახლა 10, ესეც არის და შეგვიძლია თან BP გვერდი ვიცით და კოსინუსების თეორემა დავწეროთ ამ სამკუთხედიდან. კოსინუსების თეორემა, ну, რადგანაც ალფა ვიცით ჩვენ, ხო? მისი მოპირდაპირე გვერდისთვის დავწეროთ, ანუ BP-ს კვადრატი ტოლი იქნებოდა მიმდებარე გვერდის კვადრატს, აი ამას, ანუ 2a-ს კვადრატს დამატებული ხემოთ გვერდი უკვე არის 100 კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ მათი გავაკეთებ უნდა გახო 2a ჯერ a გამრავლებული კოსინუს ალფაზე. ნუ შევიტანოთ ახლა BP ვიცით 1 არის, ეგ იქნებოდა 4a კვადრატი, a კვადრატი გამოკლებული აქ არის 4a კვადრატი გამრავლებული 4/5-ზე, ეს არის 5a კვადრატს მინუს 16, იმიტომ რომ კოსინუს ალფა 4/5 იყო. a კვადრატი და ამას რო გავაერთუშნელიანოთ, ახლა 25-ს გამოვაგდება 16, ეს არის 9, ანუ 1 იქნება 9/5 a კვადრატი და a კვადრატი გამოდის 5/9 და არ გჭირდება აქ ამოფესვა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა მთელი სამკუთხედის ფართობი და პრინციპში ახლა თავიდან როგორც თქვით, ისე გამოვიდა რა. ანუ რომ რაღაცნაირად ვარაუდი გამოთქვით, რადგან ეს კუთხე იყო მოცემული მისი სინუსითა და მიმდებარე გვერდების ნამრავლით ხო არ დაიცვლებოდა ფართობი და კი ბატონო, ასე გამოვიდა. ერთ-მეორედ ჯერ BC ანუ 2-ა, რომ გავამრავლოთ AC-ზე, ანუ 2-აზე, ეს და გავამრავლოთ მათ შორის კუთხის სინუსზე. ანუ აგერ არა გვაქვს დათვლილი 3/5-ზე. და პრინციპში დავწეროთ აქ სინუს ალფა და მერე შევიტანოთ. აი გამოდის რა. 2-ჯერ a კვადრატ ჯერ სინუს ალფა და ესა 2-ჯერ a კვადრატი აგერ გვაქვს დათვლილი 5/9 და სინუს ალფა კიდევ ზემოთ არის აგერ და 3/5. გამოგვივიდა 2/3 საძიებელი ფიგურის ფართობი. მოდი გადავამოწმოთ ახლა რამდენად სწორად გავაკეთეთ, კი ბატონო, სწორია. და გავაგზავნოთ. 73 ნომერი დავთვალოთ. ტოლფერდა სამკუთხედის ფუძის წვეროდან, კაი, ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი და ფუძის წვეროდან გავლებულია, ეს იყოს A, B, C და ნუ AC იყოს თქვათ ფუძე. წრფე, რომელიც ამ სამკუთხედის ფართობს შუაზე ყოფს. აი, ნუ ახლა ცხადია ეს იქნებოდა მედიანა, ხო? აბა გაიხსენეთ სამკუთხედის წვეროდან რახასაც, ანუ ხას რომ გავავლებ, რა შეფარდებითაც იყოფა გვერდი, იგივე შეფარდებით იყოფა ფართობი, ხო? ეს ერთი ისე შეფარდება ესოს, როგორც MES და ჩვენ ვიცით, რომ თუ მედიანას გავავლევდით, მაშინ ტოლდიდი ნაწილები მიიღებოდა. მედიანას თუ გავავლებ, მიიღება ტოლდიდი ნაწილები და აქ პირიქით ახლა იცოდი, რომ ტოლდიდი ნაწილები მიიღებოდა, ხო? უნდა გავავლო წრფე და ამათი ფართობები ტოლია. ნუ რა თქმა უნდა, ეს მედიანა იქნებოდა ეს ხაზი. ნუ ეგ შეგიძლიათ საწინააღმდეგოს დაშვებითაც გააკეთოთ, ან და უბრალოდ დავუშვათ სიმაღლე, დათვალოთ ცალ-ცალკე ამ სამკუთხედის ფართობები, თქვათ ამას A-ს დაარქვევ, ამას B-ს, ეს იქნება A-ში და ნუ A-ში ნახევარი თუ უდრის B-ში ნახევარს, A-შები შეიკვეცება და A ტოლი იქნება B-ში, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეს ხაზი მედიანა იქნებოდა. ანუ ფაქტობრივად ამ პირობის პირველი ნაწილით, რომელიც გვეუბნება, რომ წრფე ფართობის შუაზე გაყო, მოუციათ მედიანა. კარგი, მერე და სამკუთხედის პერიმეტრს 7-ის და 5-ის ტოლ ნაწილებად ყოფსო. ნუ მეგობრებო, ახლა ეგ უკვე ძველი ამოცანაა. გარჩეული გვაქვს ეს ამოცანა ჩვენ თავის დროზე, ჩვენი თეორიის კონსპექტშიც არის ეს ამოცანა შეტანილი და რა ხდება, ნუ მოდი დავაწეროთ ახლა ასოები, მოდი ამას ადავაწეროთ, რადგანაც თავიდან მოცემული სამკუთხედი ტოლფერდა იყო, ეს 2-ა იქნება.
ქვემოთ მოდი B დავარქვათ, ამას ჩვენ ვისაუბრეთ მესამე თავის ერთ-ერთ ამოცანაში განვიხილეთ და ვთქვით, შევადარეთ ორი მომენტი ერთმანეთს. ახლა ნახეთ, აქ წერია პერიმეტრს ყოფს 7/5 ტოლ ნაწილება და არა ამ მიღებული სამკუთხედების პერიმეტრებია. ანუ ამის პერიმეტრი კი არა 7/5, არა. არამედ მიღებულ სამკუთხედს პერიმეტრს ყოფს ორ ნაწილად. ესე იგი, ეს გვერდი არ მონაწილეობს. ანუ ფაქტობრივად ამის და ამის ჯამი იქნებოდა 7/5 რა. აი ამ გვერდის გარეშე. იმიტომ რომ AD გვერდი არ წარმოადგენს ABC სამკუთხედის პერიმეტრის ნაწილს და შესაბამისად ეს პერიმეტრი რამდენ ნაწილადაც არ უნდა დავყოთ, AD ვერ მიიღებს მათ ფორმირებაში, ვერც ერთი ნაწილის ფორმირებაში მონაწილეობას. შესაბამისად 200 პლუს A იქნებოდა 7 და 7/5 ტოლ ნაწილებად ხო დაყო A პლუს B იქნებოდა 5 ტოლი, თუმცა აქ არ დაგავიწყეთ რომ მეორე შემთხვევაც შეიძლება იყოს. მეორე შემთხვევა რა? პირიქით ზემოთ ყოფილიყო 5 და ქვემოთ ყოფილიყო 7. ასე შეიძლება, ანუ 200 პლუს A ყოფილიყო 7 ხო 5 და A პლუს B ყოფილიყო 7. ეგ სისტემაა. 3A უდრის 7-ს აქედან A უდრის 7/3 და შესაბამისად B იქნება 8/3, ხო? რომ ჩასვამით ახლა აქ 7/3 გამოაგდებოდა 5-ს და პასუხი გამოდის ანუ A, ესე იგი, ერთი გვერდი AB უდრის BC-ს და ეს იქნებოდა 2 არის, ხო? AB არ დამოვიწყდეს, ანუ 14/3 და AC იქნებოდა 8/3 და მეორე შემთხვევაში ну, აქაც დავთვალოთ ახლა 3A გამოდის 5 ტოლი, A გამოდის 5/3. ხო, ეგ არ დაგვაწყდეს, რომ სამკუთხედის უტოლობა უნდა სრულდებოდეს და სრულდება, მეგობრებო, ორი გვერდის ჯამი. ახლა აქ თან ფერდი გამოდიოდა უფრო დიდი და ტოლფერდაში თუ ფერდი უფრო დიდია, ფუძე ნებისმიერ მნიშვნელობას შეიძლება იღებდეს, ну, პატარას. თუ რა თქმა უნდა, ფერდი ფუძეზე მეტია. ამიტომ სამკუთხედის უტოლობა აქ სრულდება. ახლა აქ ვნახოთ თუ სრულდება, B შესაბამისად გამოდის 16/3, ხო? ხო, ვწდები ერთი წუთი 16/3 გამოდის, ხო, იმიტომ რომ დაემატება ამას, კი, შეგვეცემა 7-ია. და ანუ AB გვერდი გამოდის ანუ 10/3, ესე იგი ABC გვერდიც გამოდის 10/3 და AC გვერდი არის 16/3. ახლა აქ იმიტომ ჩავშალე, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს, რომ უცებ შეიძლება გეგონოთ ირღვევა სამკუთხედის უტოლობა და არ ირღვევა, იმიტომ რომ ორი გვერდის ჯამი, პატარა გვერდების ჯამი 10/3 და 10/3 ჯამი მეტია 16/3-ზე. კაი, ამას ვთხოვ და იპოვეთ სამკუთხედის გვერდებიო? არა, იპოვეთ სამკუთხედის ფართობიო. ну, კარგი, მაშინ ტოლფერდაა და ახლა ჰერონით არ გვინდა ამის ამოხსნა. გავაკეთოთ ტოლფერდობით, სიმაღლე დავუშვათ ფუძეზე, აი ასე, მოდი პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც მასე მოვიქცეთ. ეს ხო 14/3 იყო, ეს 14/3, ეს თუ სულ 8/3-ია, ეს იქნება 4/3. და მოდი A-ში დავთვალოთ ახლა პითაგორას თეორემით, ანუ A² ტოლია 14/3-ის კვადრატს გამოკლებული 4/3-ის კვადრატი. ეს კვადრატების სხვა ვითხოვ არ გავაკეთო, ეს გამოაგდებოდა არის 10/3 გამრავლდება 18/3-ზე. ანუ კვადრატების სხვაობა დავწერე ახლა 14/3 მინუს 4/3, 14/3 პლუს 4/3. ანუ A-ში იქნებოდა რომ ამოიფესვებოდა 180 აი 9-ზე იკვეცება პრინციპში და შევკვეცოთ, აქ იქნება 2 ფესვი 20-დან, 2 ფესვი 5 გამოდის, მეგობრებო, ხო?
და რა გამოვიდოდა ფართობი ეს იქნებოდა 1/2 ჯერ 2 ფესვი 5 ჯერ სიმაღლე გამრავლებული ფუძეზე, ხო? ფუძე არის 8/13. და ეს 2 ამოვსკვეთს და 8 ფესვი 5 მესამედი მივიღეთ მეგობრებო ფართობი. აქაც ანალოგიურად მოიქცეოდით, დავხატავდით ტოლფერ და სამკუთხედს, ფუძეზე დავუშვებდით სიმაღლეს, ფერდები არის 10 მესამედი, 10 მესამედი, ფუძე იყო 16 მესამედი, ანუ ეს 8 მესამედი გამოდიოდა ნახევარი და ამ სამკუთხედიდან, ეგ მარტივია, ახლა ეს პითაგორას რიცხვებია, ეს 10 მესამედი თუ ეს 8 მესამედი, 100 იქნებოდა 6 მესამედი. ანუ 2 გამოდის და შესაბამისად ფართობი იქნებოდა 1/2 ჯერ სიმაღლე 2 გამრავლებული 16 მესამედზე ფუძეზე. ანუ გამოვიდა 16 მესამედი. ორივე პასუხი გამოვიცანით, მეგობრებო. კარგი, გავაგზავნოთ შეტევა. 74 ნომერი გავარჩიოთ ახლა. 174. სამკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე 8 არის, მეორესი 5. აჰა, კაი, გასაგები. და გთხოვენ დავთვალოთ, გამოვთვალოთ რა შეიძლება იყოს ამ სამკუთხედის ფართობის პოტენციური მნიშვნელობები, ხო? აი მოცემული რიცხვებიდან რომელიც შეიძლება იყოს სამკუთხედის ფართობი. კარგი. მოდი ეს იყოს 5, ეს იყოს 8 და მათ შორის მდებარე კუთხე იყოს ალფა. ნუ როდესაც ახლა ორ გვერდს გაძლევენ და სამკუთხედის ფართობზე რაღაც ინფორმაციის გამოხატვას გთხოვენ, შესაბამისად აჯობებს ალბათ ვისაუბროთ რომელი ფორმულით? 1/2 აბეცინუს ალფით. ნუ ამ სამკუთხედის ფართობი ტოლია 1/2 5ჯერ 8ჯერ სინუს ალფა. ოკეი. ახლა რა შეიძლება ხდებოდეს? ნუ ეს გამოვიდა, რომ შევკვეცთ 20 სინუს ალფა და რა თქმა უნდა, ამ ფართობის მნიშვნელობის დასათვლად დამოკიდებული ვართ სინუს ალფა როგორი იქნება. ახლა სინუს ალფა როგორი არის, ეს დამოკიდებულია ალფაზე, ხო? და ალფას მნიშვნელობები მერყეობს 0-დან 180 გრადუსამდე. ნუ ვერც 0 იქნება და ვერც 180, მანამდე მერყეობს და რომ დააკვირდეთ ახლა თქვენ სინუსოიდა არ გვინდა, მოდი ერთეულოვანი წრეწირი ავიღოთ და ლამაზად გავხატოთ. აგერ ავიღოთ ერთეულოვანი წრეწირი. და რომ დავაკვირდეთ ახლა რა შეიძლება იყოს 0-დან 180-მდე სინუსის მნიშვნელობები, ხო? აგერ 0 გრადუსიდან აგერ 180 გრადუსამდე, ხო? სინუს ალფა გაიხსნეთ რა არის, ესა y კოორდინატი. და ახლა შენ აქ რომ კუთხეს გადადებდი ალფა კუთხეს, ნუ მისი y კოორდინატი იქნებოდა სინუს ალფა და აი რა შეიძლება იყოს ახლა ერთეულოვან წრეწირში y კოორდინატი. თან ეს კუთხე რომ იტრიალებს 0-დან 180-მდე, ანუ გამოდის რომ პირველ ან მეორე მეოთხედში ხარ, ხო? და სინუსი პირველ ან მეორე მეოთხედში, ანუ y კოორდინატი მერყეობს, ნუ თითქმის 0-დან ერთის ჩათვლით, ნუ 0 ვერ იქნება, იმიტომ რომ 0 გრადუსზე ვერ ჯდება სინუსი და 180-ზე, ხო? აი ხი აშუალედები იყო აქ და ანუ 0-დან სინუსი შეიძლება იყოს, ანუ 0-თან უსასრულოდ ახლოს 1-მდე. ანუ გამოდის, რომ 20 შეიძლება მრავლდებოდეს, ნუ მინიმუმ, ასე ვთქვათ, 0-თან უსასრულოდ ახლო რიცხვზე, უცნაურად ჩავწერე, ხო? ნუ მოდი ასე ვთქვათ, 0 რაღაცაზე, 0 ასე, ძალიან პატარა რიცხვზე და მაქსიმუმ შეიძლება 20 მრავლდებოდეს, ნუ 1-ზე, ხო? ანუ მინიმალური ფართობი იქნება თითქმის 0, მაქსიმალური ფართობი იქნება 20. ანუ იდეაში ფართობი მერყეობს 0-დან 20-ის ჩათვლით. ესე იგი პასუხი შეიძლება ყოფილიყო მოყოლისდებიან, რომელიც შეიძლება იყოს პასუხი 11-იც
ანუ პირველი შეიძლება ყოფილიყო 5-იც, მეორე შეიძლება ყოფილიყო 20-იც, ეს მეორე. ანუ მეოთხე შეიძლება ყოფილიყო და აი 40 ვერაფრით ვერ იქნებოდა, ხო? 74-ში ხო, კი ბატონო. კი, მეოთხეზეც კი და მესამეზე არა უწერია ავტორს. და რა უდიდესი ფართობი შეიძლება გქონდეს სამკუთხედს, ნუ ეგეც გამოვიცანით და ვთქვით, რომ 20-ია პასუხი. კარგი, აბა 75 ნომერი ვნახოთ ახლა. რას გთხოვს? რა უცირესი ფართობი შეიძლება გქონდეს ისეთ მართკუთხა სამკუთხედს, ნუ ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი. ასე, რომლის ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლე 5 ტოლია. აჰა. ო, კაი ბატონო. სიმაღლე ვიცით რა და ჰიპოტენუზა შეიძლება თამაშობდეს, ხო? ანუ ესე იგი ამის ფართობი ეს არის 1 მეორეთი 5 ჯერ c რა და თუ გვინდა ახლა ჩვენ ამის უდიდესი ფართობი რა უმცირესი ფართობი ანუ მინიმალური მნიშვნელობა დავთვალოთ რა თქმა უნდა c უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა და c რა დროს იქნება ახლა რაც შეიძლება პატარა ну შეგვიძლია ასეთ შევაფასოთ ახლა როცა ჰიპოტენუზა ვიცით. ახლა მე რა მომდის აქ აზრად? აი როგორ შეგვიძლია ხაც შეფასება? ანდა მოდი კუთხე გამოვიყენოთ. რაღაცა ალფა, ხო, იმიტომ რომ კუთხის დაჭერა ჩვენ ახ მარტივად შეგვიძლია, მახვილი კუთხეა. ანუ 0-დან 90 გრადუსამდე მერყეობს და მისი სინუსი თუ კოსინუსი ახლა რომელსაც გამოვიყენებთ, ეგეც მარტივად დაიჭირება რა. მაგრამ მგონი აქ უკეთესი იქნება ჩვენ კათეტების ნამრავლით გამოვსახოთ ახლა ამის ფართობი. კაი, მოდი, ამას დავარქვათ, ამას დავარქვათ b. ეს იყოს ბეტა. ნუ იდეაში 90 მინუს ალფა იქნება ეგ, ხო? ასე. ამ სამკუთხედიდან რო გამოვსახოთ ჯერ სინუს ალფა გამოვსახოთ, ხო გამოდის 5 შეფარდებული 100-თან და აქედან გამოდის 5 შეფარდებული სინუს ალფასთან. და აქედან რომ გამოვსახოთ ახლა b, ანუ სინუს 90 მინუს ალფა, უდრის 5 შეფარდებული b-სთან და b გამოდის 5 შეფარდებული სინუს 90 მინუს ალფასთან, მაგრამ ნუ დაყვანის ფორმულით სინუს 90 მინუს ალფა ხო იგივეა კოსინუს ალფა. და ახლა ფართობი როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ მართკუთხა სამკუთხედის ეს ხო არის 1/2 კათეტების ნახევარი. ანუ 1/2 ჯერ 5 შეფარდებული სინუს ალფასთან გამრავლებული 5 შეფარდებული აგერა კოსინუს ალფასთან და რა მაგარი რაღაც მივიღეთ მნიშვნელში 2 სინუს ალფა კოსინუს ალფა და ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ორმაგი არგუმენტის ფორმულაა 2 სინუს ალფა კოსინუს ალფა ანუ ეს არის 25 შეფარდებული სინუს 2 ალფასთან ასეთი ამბავია მეგობრებო ახლა ძალიან მაგარია, რატო? იმიტომ რომ შენ უკვე ფართობი გამოსახული გაქვს პრინციპში ერთი ცვლადით და ის ერთი ცვლადი არის ტრიგონომეტრიული ფუნქცია. და ამის უმცირესი და უდიდესი მნიშვნელობაც რა თქმა უნდა დამოკიდებულია სინუს 2 ალფას მნიშვნელობაზე. რა დროს იქნებოდა მინიმალური აღნიშნული მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, როცა მნიშვნელი იქნება მაქსიმალური. და მეგობრებო, კუთხის სინუსი მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს? თუ ცხადია, თუ ის იქნებოდა ერთი სტოლი. რაც არ უნდა კუთხე იყოს ალფა, ნუ მისი სინუსი ახლა ერთზე დიდი იქნება, ვერ იქნება. და შესაბამისად, მინიმალური მნიშვნელობა იქნებოდა 25 შეფარდებული 1-თან, ანუ 25. ასეთი ამბავი გვაქვს წესით, ახლა უშეცდომოდ უნდა დაგვეწყება. კი, 75-ს გამოვიცანით.
ახლა 76-ე ნომერს შევტიოთ, რა სიტყვს. მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა ცე-სტოლია. აი ბატონო. აკერ, ეს ვიცით არის ცე. რა უდიდესი ფართობი შეიძლება ჰქონდეს მას? აჰა, ანუ სამკუთხედის მაქსიმალური ფართობი რა შეიძლება იყოსო და ო მოდი ისევე კუთხით რო გავაკეთოთ, აი ეს ალფა ხო არის და მოდი ამას ადაბედა ვარქვათ და სინუს ალფა ხო არის b შეფარდებული c-სთან და აქედან b რო გამოვსახოთ. ახლა ეს იქნება c ჯერ სინუს ალფა და კოსინუს ალფა რა არის? კოსინუს ალფა არის მიმდებარე კათეტი, ანუ a შეფარდებული c-სთან. ესე იგი, a უდრის c ჯერ კოსინუს ალბა. აა, ჩვენ ფართობი ახლა რომ ჩავწეროთ, აი, ამათი დახმარებით, ფართობი ხო არის 1/2 ab და ეს არის 1/2 ჯერ c სინუს ალფა გამრავლებული c კოსინუს ალფაზე. ანუ ეს არის 1/2 c კვადრატ სინუს ალფა კოსინუს ალფა. და ეგეც ორმაგი არგუმენტის ფორმულა არა, უბრალოდ აკლია ახლა ამას ორიანი და შეგვიძლია დავამრავლოთ თან გავყოთ 2-ზე. ანუ ასეთი რაღაც რომ ვქნათ ახლა ჩვენ c კვადრატი და აი თან გავამრავლოთ 2-ზე, ასეთი ამბავი და თან გავყოთ 2-ზე. ეს უკვე ჩვენ ვიცით არის სინუს 2 ალფა, ნუ აქ ნიშნული უკვე 1/4 იქნება და სინუს 2 ალფათი გამოისახა. ანუ ჩვენ ფართობი გამოვსახეთ c-ს საშუალებით რა გვერდიც ქონდა მოცემული, ხო? ნუ a და b ჩვენ არ ვიცოდით რა იყო. c ვიცოდით და მისი საშუალებით უნდა გამოგვისახა ფართობის მაქსიმალური შესაძლო მნიშვნელობა და გამოსახული გვაქვს კიდევ სინუსის საშუალებით და ახლა ეგ სინუსი, აი არ ვიცით ხო ალფა შეიძლება მერყეობდეს, მაგრამ მაქსიმალური რა დროს იქნებოდა ეგ ნამრავლი? რა თქმა უნდა, როცა მისი თანამამრავლი იქნებოდა რაც შეიძლება დიდი და სინუსი რაც შეიძლება დიდი რა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, თუ ის ერთი სტოლია. ანუ გამოდის, რომ მაქსიმალური ფართობი აქ იქნებოდა 1/4 c კვადრატი. ეს ერთი გზა აქ უბრალოდ მე მინდა ცოტა მეორენაირადაც განახოთ ახლა ერთი გონი კარგად გამოვა შეხედეთ რადგანაც ჩვენ გვქონდა რა მოცემული ჰიპოტენუზა ხო და აი ჰიპოტენუზა თუ გვაქვს მოცემული ფიქსირებულია ხო ფაქტობრივად მე ცოდნია რა წრეწირი შემოიხაზება ამ მართკუთხა სამკუთხედზე ხო თვითონ მართკუთხა სამკუთხედი კონკრეტულად არ ვიცი იმიტომ რომ ახლა ჰიპოტენუზა რო კონკრეტული რიცხვის ტოლია ერთადერთი მართკუთხა სამკუთხედი კი არ არსებობს ასეთი აი მაგალითად ჰიპოტენუზა თუ 10-ია 10 სტოლი ჰიპოტენუზა ბევრ მართკუთხა სამკუთხედს შეიძლება ჰქონდეს მაგრამ მუღამის არის რომ ყველა ისინი ერთსა და იმავე წრეწირში აღმოჩნდება ჩახაზული იმიტომ რომ კონკრეტული დიამეტრის ტოლი წრეწირი ერთადერთია ხო ანუ რომ დავხატოთ ახლა ჩვენ აქ წრეწირი ასე დავხატეთ წრეწირი და მისი დიამეტრი თუ არის c ყველა სამკუთხედი რომლის ჰიპოტენუზაც არის c-სტოლი რა თქმა უნდა ამ სამკუთხედში ამ წრეწირში იქნებოდა ჩახაზული ну ან ასე იქნებოდა ასე სმარტი კუთხე ან ასე იქნებოდა ან ასე იქნებოდა და ასე შემდეგ რა და ფართობი თუ გინდა გამოთვალო ახლა მოდი ერთ-ერთს ავიღეთ აი ეგ მაგალითად სიმაღლე ხო უნდა დავუშვა აქ და აი სიმაღლის შეფასება რომ მოხდეს რა იქნებოდა ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი მაქსიმალური ну c ფიქსირებულია თუ სიმაღლე იქნებოდა მაქსიმალური და სიმაღლე რა შეიძლება იყოს მაქსიმალური დააგვირდით აი რომ აგრძელებ ასე სიმაღლე ხო ცხადია ეს ქორდა გამოდის უკვე და თან მართობული ქორდა რადგანაც არის დიამეტრის შუაზე იყოფა და ანუ ფაქტობრივად სიმაღლე მაშინ იქნებოდა ის მაქსიმალური როდესაც
უდიდესი ქორდის ნახევარი იქნებოდა, ხო? აი, ყველაზე დიდ ქორდას აქ გავლებდი და მისი ნახევარი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ყველაზე დიდი ქორდა დიამეტრი არ არის. ანუ გამოდიოდა, რომ ის სიმაღლე იქნებოდა ყველაზე დიდი, რომელიც დიამეტრის ნახევარი, ანუ რადიუსის ტოლი გამოდიოდა. ესე იგი, c ნახევრის ტოლი. ანუ ყველაზე დიდი ფართობი აი ამ მართკუთხა სამკუთხედს ექნებოდა და შესაბამისად ახლა მივიღებთ რომ ეს უდრის 1/2 და აი მაქსიმალური 1/2 ჯერ c ჯერ c ნახევარი იქნებოდა ანუ c კვადრატ მეოთხედი. ანუ ხონია სულ ყოფილად დავასაბუთოთ ხო? ეს იყო 76. ახლა ვნახოთ 177 ნომერი. პარალელოგრამის ფართობი 1-ის ტოლია. დავამტკიცეთ, რომ მისი დიდი დიაგონალი არ არის ფესი 2-ზე ნაკლები. აჰა. თან აქ მითითებაც რა მოცემული. მოდი ავიღოთ პარალელოგრამი. ასე. გავავლოთ დიაგონალები, დიაგონალების გავლება, კაი დავავლოთ ახლა. ახაზე გადამწყვეტ საქმეში არ ასრულებს, მაგრამ იყოს. ვიცით რომ პარალელოგრამის ფართობი არის 1 და უნდა დავამტკიცოთ რომ მისი დიდი დიაგონალი. მოდი d1 ნაკლები იყოს d2-ზე. თუ დაკლებიან ტოლი, იმიტომ რომ ხო შეიძლება ეს დიაგონალები ტოლი იყოს და უნდა ვაჩვენო რომ d2 უნდა დავამტკიცოთ რომ d2 მეტია არ არის ნაკლები უბრალოდ, ანუ მეტია ან ტოლია ფესი 2-ზე. ხო, არ არის ნაკლები, ანუ მეტია ტოლი. ხო, რა თქმა უნდა, ეს ფორმულა გამოიყენებო, გვეუბნებიან გვეხმარება. დავუშვათ საწინააღმდეგო. როგორც აი ძალიან კაი იქნებოდა ახლა თქვენ, როდესაც თეორემებს სწავლობდით, ზოგიერთი მათგანის დამტკიცებაც გესწავლა, ჩვენ თეორიული ახსნების დროს ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით, რომელი დამტკიცება გამოგადგებოდათ მომავალში და იქ სადაც საწინააღმდეგოს დაშვება იყო 3-4 შემთხვევაში გავამახვილოთ ყურადღება. და აი ნახეთ, აი ახლა კი ეს ამოცანა დამტკიცებაზეა და გამოცდაზე არ მოდის, მაგრამ თქვენი კრეატიულობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. დაუშვათ საწინააღმდეგო რა. ნუ რა, ვთქვათ, d2 ნაკლებია ფესი 2-ზე. ნუ ცხადია, d1-იც ნაკლები იქნება, ხო? ფესი 2-ზე, ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ d2-ზე ნაკლებია და მაშინ რა გამოვა? მაშინ ხო გამოვა უქროები რომ d1, d2 აცრად ნაკლები იქნება ფესი 2 ჯერ ფესი 2-ზე, ხო? ანუ 2-ზე. და მაშინ 1/2 d1 ჯერ d2 სინუს ალფა. ეგ რა გამოვა? ხო იქ გამოვა ნაკლები, ანუ d1 d2-ის მაგივრად ჩვენ ორიანი რომ ჩაგვეს რა. ანუ 1/2 ორჯერ სინუს ალფაზე, ხო? კი ბატონო. და დააგვირდით მეგობრებო რა ხდება? გამოდის რომ პარალელოგრამის ფართობი რომელიც 1-ის ტოლია ნაკლები გამოვა სინუს ალფაზე. ანუ სინუს ალფა გამოგვივიდა 1-ზე მეტი. ხო, ეს ხო პარალელოგრამის ფართობია იგივე. და ვიტო ჩავწერ 1/2 და 1/2 სინუს ალფა. და გამოვიდოდა ანუ d1 d2 თუ ნაკლებია 2-ზე, მის მაგივრად ორიანი რომ ჩამესვა, ანუ უფრო დიდ რიცხვს მივიღებდი, ანუ 1/2 ჯერ 2 ჯერ სინუს ალფაზე ნაკლები გამოდიოდა ეს გამოსახულება. და გამოვიდა აქედან რომ სინუს ალფა 1-ზე მეტია, რაც ცდარია. შეუძლებელია ეგ. ანუ ჩვენმა დაშვება მიგვიყვანა ნოსესამდე. ესე იგი, ჩვენი დაშვება მცდარია. ანუ თეორი ვერ იქნებოდა ნაკლები ფესი 2-ზე. კარგი.
მგონია რომ საკმარისია 77-ზე საუბარი. მოდი 78 ვნახოთ ახლა. 178. იპოვეთ ტოლფერდა ტრაპეციის დისბუცეს და მდებარე კუთხე. მოდი ავიღოთ ტოლფერდა ტრაპეცია, ასე, აქ, ასე. ტოლფერდა ტრაპეცია, დიდი ფუძე ქვემოთა, დიდ ფუძესთან მდებარე კუთხე უნდა ვიპოვოთ. მოდი ალფა დავარქვათ და გვეკითხებიან ალფას. თუ მისი ფართობი იმ მონაკვეთების ნამრავლის ტოლია, რომლებადაც მცირე ფუძის წვეროდან დაშვებული სიმაღლე, ანუ მცირე ფუძის წვეროდან დავუშვათ სიმაღლე, სიმაღლე ყოფს დიდ ფუძეს. აჰა, ანუ დიდ ფუძე არის x, y გაყო თქვათ ამ ორ ნაწილად და ვიცით ჩვენ რომ S-ი ამ ტრაპეციის, ხო, ტოლია x-ჯერ y-ის. და უნდა ვიპოვოთ ალფა რა. ეს ვიცით, ეს ინფორმაცია მოცემულია. კაი ვქრო, მოდი ახლა ნახოთ აქ. ნახეთ? ამას დავარქვათ B, ამას დავარქვათ A და ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს y არის ფუძეების ჯამის ნახევარი, დასწავლი გვაქვს ტოლფერდა ტრაპეციაში და x არის ფუძეების სხვაობის ნახევარი. და თუ ეგ ტრაპეციის ფართობი S-ი და მოდი ახლა პრინციპში ტრაპეციის ფართობი დავწეროთ რა არის, ეს ხო არის ფუძეების ჯამის ნახევარი გამრავლებული h-ზე. და ეს თუ ტოლია მეორეს მხრივ x-ის მაგივრად რომ ჩავსვა b-a-ს ნახევარს და გამრავლებული y-ის მაგივრად რომ ჩავსვა b+a-ს ნახევარი, ეს ხო იკვეცება და a-ში არ გამოვიდა b-a-ს ნახევარი? ანუ დააკვირდით ეს სამკუთხედი არ გამოდის ტოლფერდა, იმიტომ რომ a-ში და b-a-ს ნახევარი ტოლი გამოვიდა. და ეს არის ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი და ესე იგი ალფა გამოდის 45 გრადუსის ტოლი. ნუ რატომ გავაკეთეთ ახლა ეს ამოცანა ასე მარტივად? იმიტომ რომ გვახსოვს კარგად ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ტოლფერდა ტრაპეციის სიმაღლე, რომ ორ რა ნაწილად ყოფს, ხო? ფუძეების სხვაობის ნახევრად და ფუძეების ჯამის ნახევრად დიდ ფუძეს. კარგი, მოდი 179 ნომერი ვნახოთ ახლა. რას გთხოვს? ესე იგი ABC სამკუთხედში გავლებულია ორი სიმაღლე. და ABC სამკუთხედში გავავლეთ და ეს შიგნით იქნება. ABC სამკუთხედის ფართობის რა ნაწილს შეადგენს CE ამ სამკუთხედის ფართობი, თუ კუთხე C არის 45 გრადუსი. მოდი რა ვქნათ იცით? არ არის აქ დაკონკრეტებული სამკუთხედში რომ არის გავლებული სიმაღლეები, ეგ სიმაღლეები გარეთ ხდება თუ შიგნით ხდება. და მოდი ჯერ განვიხილოთ შიგნით მოხვედრა ამ სიმაღლეების. ასე არის გავლებული ერთი სიმაღლე, ასეა გავლებული მეორე სიმაღლე. ეს არის A, B, C. C არის 45 გრადუსი. AM, არა, AE და B. თხოვენ ABC სამკუთხედის ფართობის რა ნაწილს შეადგენს CEM სამკუთხედი CEM. აჰა, შევართოთ, ხო ეს? მოდი გავახსე, შევართოთ. ეს. ნუ, ეს არ დაგვაცხოს, რომ ერთი შემთხვევა, ანუ A შემთხვევა. კარგი ბატონო. ნუ ახლა აქ რა არ უნდა დაგვაუწყდეს ოქროები, რომ სიმაღლეების გავლებით, მოდი იგივე ახას აქ ცალკე დავხაზავ. გერ სიმაღლეების გავლებით მიიღება მსგავსი სამკუთხედები რა. ეს არ უნდა დაგვაუწყდეს. და შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ახლა ამ შემთხვევაში. B, C
E, ემი და ეს არის 45 გრადუსი, აი სპეციალურად არ ვავლებ ახლა აქ ემ მონაკვეთს და ნუ შევადაროთ რა. ესე იგი ჩვენ გვთხოვენ აი ეს სამკუთხედი, ესი ნაწილია C, ემი, C, E, ემი, რა ნაწილია დიდი სამკუთხედის ფართობის ABC-ი. მოდი ჯერ რა ფაქტები გამოდის ახლა აქ. პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ. აა ეს 45 გრადუსია, ხო? ეგ თვისებაც ვიცით ჩვენ რომ ორი სიმაღლის გადაკვეთით, ან ორ სიმაღლეს შორის კუთხე მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლია და ესეც 45 იქნებოდა, რა თქმა უნდა. ანუ ა, ე, c სამკუთხედი ტოლფერდა, აი ა, ე უდრის EC-ს. და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ესეც 45-ია და B, ემი უდრის C-ს. C-ს. ну, რა თქმა უნდა, ესენი მსგავსია, ხო? ეგ სამკუთხედები. თან ტოლია, თან მსგავსია. ოკეი. ანუ მე მინდოდა ახლა იმის ჩვენება, რა ამ 45 გრადუსმა გარკვეული მეტი ინფორმაცია მოგვანიჭა, რომ შეხედეთ, რა შეგვიძლია დავინახოთ აქ. აი საერთოდ რომც არ იცოდე ეს 45 გრადუსი არის, ხო? ა, ე, c სამკუთხედი ხო გამოდის მსგავსი B, M, C-სი. ზოგადად, ხო, სამკუთხედი. მოდი დავწეროთ A, E, C, A, E, C. ну, ამ შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევაშიც მსგავსი იქნებოდა სამკუთხედი B, M, C-სი. და ეს რას გვაძლევს ახლა? ნახეთ ოქროები აი არ მინდა და EC ისე შეეფარდება MC-ს როგორც AC BC-ს, ხო? ესე იგი EC ისე შეეფარდება MC-ს, ნახეთ EC MC-ს. ეს გვერდი აი ამ გვერდს, ხო? კაი, მოდი დავწერ. პრინციპში ხო ცხადია ახლა აგ მსგავსები და კარგად გამოდის. როგორც AC შეეფარდება BC-ს. ხო? აქედან რა გამოდის? აი გავცვალოთ ახლა AC რო გადავიტანოთ ასე ჯვარედინად, MC რო ავიტანოთ ზემოთ, EC ისე შეეფარდება AC-ს, როგორც MC BC-ს. დაგვიდით ახლა ოქროები, ანუ სხვადასხვა სხვადასხვა ფერს განვიხილავ. ეს გვერდი ისე შეეფარდება AC-ს, როგორც MC შეეფარდება BC-ს და მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია, ხო? უყურებ აგერ, მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია. და რა გამოგვდის აქედან, თუ მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია, მსგავსების მესამე ნიშანი არ არის ორი გვერდის პროპორციულობით და მათ შორის მდებარე კუთხის ტოლობით. ანუ გამოგვდის, რომ სამკუთხედი M, C, MCE მსგავსია სამკუთხედი, რომელიც წვერო იყო ახლა ამის შესაბამისი, ესე იგი MC BC-ს პროპორციული იყო BC 100, ხო? და ეგ ყოველთვის ასე ხდება. ანუ 45 გრადუსი იქნება, არ იქნება, სულ ასე იქნება. და ну, შესაბამისად ახლა K კოეფიციენტი აქ გამოგვდის, ну, სულ ერთია ან MC შეფარდებული BC-სთან, ან თქვათ EC შეფარდებული AC-სთან.
და ფართობების შეფარდება რა იქნება? S-ი, C, E, M-ი შეფარდებული S-ი A, B, C-სთან, ეს იქნებოდა შესაბამისად A კვადრატის ტოლი. მაგრამ 45 გრადუსი რატო არის ახლა მოცემული აქ? დააკვირდით? სიტყვაზე ვთქვათ, თუ EC არის A-სტოლი, ოქროები AC ხო A-2 გამოდის უკვე. იმიტომ რომ ეს ხო ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედია. ანუ ფაქტობრივად თქვენ ამ შემთხვევაში უკვე გწოდნიათ K კოეფიციენტი რა არის? ეს 1 შეფარდებული ფესვიორთანაა. და რაში ფართობების შეფარდება რა გამოვიდოდა K კვადრატი? 1 შეფარდებული ფესვიორის კვადრატი. ანუ 1/2. შევამოწმოთ 179-ში. კი ბატონო. ანუ რა იყო აქ გადამწყვეტი? საკმაოდ სერიოზული მომენტია. კი, ხშირად არ გვჭირდება, მაგრამ სიმაღლეების ბოლოების შეერთებით მიღებული სამკუთხედი, რომ დიდი სამკუთხედის მსგავსია. ეს ძალიან მაგარი მომენტია და საკმაოდ რთული ამოცანაა თვითონ საჩვენებლად. აი, უნდა დაგეწერათ მსგავსება და პირდაპირ მსგავსების შესაბამის გვერდების შეფარდებით არ გამოდიოდა და უნდა შეგეტრიალებინათ ეს გვერდები და ნუ მერე გამოვიდიოთ. კარგი ძლიერი ამოცანა ეგ და იმედია ყურადღებით გაარჩევთ. კარგი, მოდი მე-80-ს განვიხილოთ და პრინციპში შეგვიძლია ეს ჩანაწერი დავასრულოთ. რა ხდება ახლა 180-ში? AB მონაკვეთი წრის დიამეტრია, ხოლო C წერტილი მდებარეობს ამ წრის გარეთ. ავიღოთ წრე. ამ წრეში ავიღოთ დიამეტრი. აი ასე. ეგ არის AB B C წერტილი ავიღოთ მის გარეთ. C წერტილი მდებარეობს მის გარეთ. AC და BC იკვეთებიან წრეწირთან. კაი, ანუ C უნდა შევაერთო A-სთან, C უნდა შევაერთო B-სთან. დაიკვეთებიან წრეწირთან შესაბამისად D და M წერტილში. ანუ AC იკვეთება D წერტილში, CB იკვეთება M წერტილში. იპოვეთ CBD კუთხე. CBD. ანუ შევაერთოთ DB-სთან. აი, ამ კუთხეს გვეკითხებიან. მოდი ალფა დავაწეროთ. ეგ ხო მართი არის, ეგ ეგრევე დავაფიქსიროთ რა, იმიტომ რომ დიამეტრია დაყნობილი. თუ S-ი D, C, M-ი ისე შეეფარდება S-ი A, C, B-ს, როგორც 1/4-ს, მოიცა ACB რომელია? და DC, ACB დიდი სამკუთხედია და DCM. აჰა, აი ეს. ოკეი. აი, აქაც ახლა ასოციაციურად უნდა გაგახსენდეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, მეგობრებო. ეს დამტკიცებული გვაქვს, გამოყენებული გვაქვს, ჩვენს თეორიაშიც ცალკე ფაქტად გვიწერია. აი, როდესაც ორი მკვეთი გვაქვს ოქროები ასე, ერთი წერტილიდან გავლებული და მკვეთის ბოლოებს თუ შევაერთებთ აი მსგავსად, აი ასე, აუცილებლად ეს ორი სამკუთხედი არის მსგავსი, აი ეს და დიდი სამკუთხედი. ოღონდ რომელი კუთხეებია შესაბამისი? ეს კუთხე უდრის აი ამას და ეს კუთხე უდრის ამას. რა გეხმარებათ აქ? აქ გეხმარებათ ის მომენტი, რომ წრეწირში ჩახაზული 4 კუთხედი არის როგორი? მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. ნუ რატო არის ახლა წრეწირში ჩახაზული 4 კუთხედის მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180 გრადუსი? ეგ მარტივი იდეაა, ხო? აი ეს კუთხეს ჩახაზული კუთხე რა რკალსაც ჭიმავს, მისი მოპირდაპირე ჩახაზული კუთხე ჭიმავს ამ რკალის სულ წინამდე შემავსებელ რკალს, ხო? ანუ ამ ორი კუთხის მოჭიმული რკალები 360 გრადუსია და ჩახაზული კუთხეები ხო მოჭიმული კუთხის რკალის ნახევრის ტოლია და გამოდის, რომ ეს თუ ალფა რკალს ჭიმავს, ეს ბეტა რკალს, ეს ალფა ნახევარია, ეს ბეტა ნახევარი და ალფას პლუს ბეტა 360-ია.
გამოდის, რომ α ნახევარს პლუს β-ს ნახევარი 180 იქნება. ანუ მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180-ია. ესე იგი გამოდის ეს თუ α, ეს 180 მინუს α, ხო? და არ დაგავიწყეთ, აი ეგ ხო მოსაზღვრე კუთხეა, ესეც 180 მინუს α იქნება და არ გამოვიდნენ ეს კუთხეები ერთმანეთის ტოლი. ანუ გაგახსენეთ ახლა მე თქვენ რომ აი ეს სამკუთხედი აგერ რომ გავაფერადო ახლა ქვე დავშტრიხოთ თორე გამოგვივიდა აქ ამასად აი ეს სამკუთხედი მსგავსი იქნებოდა დიდი სამკუთხედის თან როგორ ნახეთ სამკუთხედი DCM DCM მსგავსია პირიქით BC 100 სამკუთხედი BC 100 აქ ჩვენ ახლა მსგავსების კოეფიციენტი გვჭირდება ხო რა იქნებოდა CD იქნებოდა შესაბამის უკვე CBC და CM იქნებოდა შესაბამისი ACS-ი. ასე. ანუ თუ ეს იქნება პრინციპში შემოვიღოთ აღნიშნა აა ხო, მაგრამ ბოდიში ჯერ არ ვიცით ეგ. აი. მაგრამ დავწეროთ ეს ხო K კვადრატი იქნებოდა იგივე სამკუთხედებია და მათი ფართობები შეფარდება, რადგან მსგავსი სამკუთხედებია, იქნება მსგავსების კოეფიციენტის კვადრატის ტოლი. აქედან ხო გამოდის, რომ K არის 1/2. ანუ ეს 1/2 გამოვიდა და ახლა დავწეროთ ეს თუ არის ეს 2 არ გამოდის? კი ბატონო, ეს თუ b იქნებოდა, ეს 2b არ გამოდის? კი. მაგრამ დააკვირდით ახლა ამ სამკუთხედში ეს ხო მართკუთხა გამოვიდა. კათეტი არის ჰიპოტენუზა 2-ია. მაშინ სადამე ალფა იქნება 30 გრადუსი. იმიტომ რომ სად ხდება რომელ მართკუთხა სამკუთხედში, რომელ კათეტი ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლი სადაა 30 გრადუსიან. კუთხეა მართკუთხა სამკუთხედში და კათეტის მოპირდაპირე იქნებოდა ზუსტად. კარგი, მოდი აქ შევწყვიტოთ ახლა ჩაწერა და 91 ნომრით დაგიბრუნდებით მომდევნო ჩანაწერში.